კარგი, გოგოების სკოლის პროექტს გააკეთებენ? ჯინი უკვე მოდის და ამილკას მალე უნდა მოვიდეს. როგორც ყოველთვის, პროექტს გავაკეთებ და ისინი როცა მზად იქნება, მაშინ მოვლენ. შეწყვიტეთ უწონი. და რა? მეც მინდა კარგი შეფასება მივიღო და ვინმე ჩემს ნაცვლად გააკეთოს პროექტი. ლეო, დაივიწყე. დიდხანს არ დავყომდები. თუ დრო მექნება, პროექტში დაგეხმარები. ნუ ღელავ, ჩვენ სამივე შეგვიძლია ამის მოგვარება. სხვათა შორის ამილკას წერილი მოუვიდა. გადასცემთ. ჩვენ რა, პოსტალიონები ვართ? ლეო, გაჩუმდი უკვე. მივცემთ მას, ჯინი. სულ ესაა, მივდივარ. რა წერია წერილში? არ ვიცი, ნახოთ როცა ამილკა მოვა. მომეცი. ლეო, მოიცა. როდესაც ცხვის წერილს ხსნი, ეს კარგად არ მთავრდება. კარგი, ეს 100%-ით რაღაც რეკლამა ან სპამია. ისეთი უზრდელი ხარ. კარგი, მეც მინდა ნახვა, მაგრამ თუ რამეა, ეს შენი იდეა იყო. აბა ვნახოთ რა წერია. ძვირფასო ამილკა კარამელკას მსახიობებო, გაუცებულები ვართ თქვენი ნიჭით და გეპატიჟებით გახდეთ ჩვენი პროექტის ვარსკვლავები. გსურს შევქმნათ მუსიკალური ჯგუფი. ყველა მონაწილე აჩვენებს თავის უნარებს. ველოდებით თქვენ პასუხს. ვერ ვიჯერობ, რომ სცენაზე სიმღერისთვის გვეპატიჟებიან. ყოველთვის ოცნებობდი როკ ვარსკვლავობაზე. ჩვენ ცნობილები გავხდებით. ნეტავ ამილკა მალე მოვიდეს. მისმინე. მოდი ამილკას არ ვუთხრათ. რატომ არ ვუთხრათ? კარგი, უბრალოდ ამილკა უკვე პოპულარულია და ის უკვე იყო მომღერალი. ჩემი აზრით ერთად უფრო სახალისო იქნება. დამიჯერე, თუ მასთან ერთად ჯგუფში ვიქნებით, თელ ყურადღებას საკუთარ თავზე მიიპყრობს. და რას მირჩევ? უბრალოდ არაფერი უთხრა? კი, ერთად წავიდეთ ამ სტუდიაში. და თუ მიკითხავენ სად არის ამილკაო? კარგი, ვუთხრათ, რომ დაგავებულია თქო. თქვათ, რომ მას არ უნდოდა და მხოლოდ ჩვენ გვინდოდა. კარგი, არ ვიცი. ლეო, დამეთანხმე, ამილკასთან ერთად რო ვარსკვლავი ვერ გახდები. ესეც მართალია. კარგი, მოემზადე, ტაქსი 5 წუთში აქ იქნება, წავიდეთ. შეხედეთ ფოთლებს, რომლებიც პროექტისთვის შევაგროვე. ისინი მაგრები არიან. ბოდიში ამილკა გვეჩქარება. შემიძლია შემოგიერთდეთ? არა, ამილკა, მნიშვნელოვანი საქმეები გვაქვს. ჯერჯერობით ჩვენ თვითონ გააკეთე პროექტი. რას ნიშნავს ეს? ჩვენ პროექტს უნდა ვაკეთებდეთ. ასე რომ, ეს აქ მიდის. ეს აქ მიდის. და ესეც აქ მიდის. მაინტერესებს, რასაც სწრაფო საქმე გამოუწდათ? მეც არ წამიყვანეს. და აი აქ ვარ და უკვე ვფიქრობდი, რომ პროექტს მარტო გავაკეთებდი. მართა და ლეო სად არიან? კარგი, თქვენს რომ ძალიან სასწრაფო საქმე გქონდათ, ეს უცნაურია. ლეო მეჩხუბა რომ წავედი, მაგრამ თვითონაც წავიდა. კარგი ჯინი, მოდი პროექტი გავაკეთოთ, მალე უნდა ჩავაბაროთ. კარგი, მოდი, აიჟე რომელიმე ფოთოლი და დავდოთ აქ. საკუთარი ჯგუფი გვაქვს. ვერ ვიჯერებ რომ საკუთარი როკ ჯგუფი გვაქვს. ვერც მე. ვერ ვითმენ, როდის ვეთქვი ვინმეს? ლეო, გახსოვდეს, არავის არაფერი არ უნდა უთხრა. კი, მაგრამ ყველაფრის ჩემთვის შენახვა ძალიან მიჭირს. ძალიან უნდა ეცადო. ო, შეხედეთ ვინ არის აქ და ჩვენ ახლახან დავასრულეთ პროექტი. სად იყავით? და ჩვენ ხო, იცით? კარგი, ლეოს ზაზუნა გალინიდან გაიქცა. სასწრაფოდ უნდა დაგვეჭირა. ო, კი, ასე იყო. აი, ასე იყო. ო, საწყალი, ის კარგადაა? ლეო, ზაზუნა ყავს? კი. კარგი, რადგან აქ ყველაფერი გააკეთეთ, უნდა წავიდეთ. ვაუ, კარგი რა, პროექტი დავასრულეთ და მათ მადლობის გადახდა მაინც შეეძლოთ. მოიცა, არ გეჩვენება რომ ცოტა უცნაურად იქცევიან? ისინი უბრალოდ ამპარტავნები არიან, როგორც ყოველთვის. კარგი, მგონი უკვე გადაწყვეტილი მაქვს. კარგი, აიღე მარკერი, პროექტს ხელს მოვაწერთ. დიახ. ხვალ, პირველი რეპეტიცია გვაქვს. ხვალ? მოიცა, შევთანხმდით რომ გოგოებთან ერთად პრეზენტაციას გავიმეორებდით. დაივიწყე ეს პრეზენტაცია. მე და შენ ვარსკვლავები ვართ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვარსკვლავები ვართ, მაგრამ რას ვეთყვით ჯინის და ამილკას? რამეს მოვიფიქრებთ? დამიჯერე, ჩვენს გარეშეც კარგად გაარტყმევენ თავს. კი, კარგი, ჩვენი ჯგუფისთვის სახელი უნდა მოვიფიქროთ. რაიმე იდეა გააქვს? შეიძლება ქათამი ღუმელში. არა. მურაბით შეზავებული გოზელი. მოიცა, რა უაზრო სახელებია. უკეთესი ვერაფერი მოიფიქრე? კარგი, რაღაც ორიგინალური, განსხვავებული გვჭირდება. მოიცა, იქნებ მზეთუნახავი და ურჩხული? ან იქნებ მხეცი და მზეთუნახავი? ლეო, შენ საერთოდ არ გაქვს კარგი იდეები. და მე ვიცი, ვისაც აქვს ყოველთვის შესანიშნავი იდეები. ამილკამ ჯგუფის შესახებ არაფერი უნდა იცოდეს. ვიცი, როგორ ვიკითხო ისე, რომ არ გამომიჭიროს. ლეო, არ გააკეთო.
მოიცა, აქ სწორადაა? კი. მართლა? ბოლოს და ბოლოს მოხვედი პრეზენტაციის გასაკეთებლად? ამელკა, როგორ დაარქმევდი შენს ანონიმურ მუსიკალურ ჯგუფს სახელს? არ ვიცი, შეიძლება. საიდუმლო ოთახი. ლეო, გასაკეთებ? მოიცა, სულ გაგიჟდი? მოიცა, მართა, ჯგუფისთვის მაგარი სახელი მაქვს. წამოდი. ისეთი ზარმაცები არიან. ამელკა, მოდი ვაიძულოთ, რომ რამე გააკეთო. თუ მათ მიყვებით და დავერწმუნებთ, შეიძლება ცუდი პრეზენტაცია გამოვიდეს. კი, მაშინ ორიანებს მივიღებთ. ეს მე არ მინდა. ჩვენ პრეზენტაციას გავაკეთებთ და ისინი წაიკითხავენ. ვფიქრობ, რომ სამართლიანია. ხვალ მათ გამეორების დროს ყველაფერს ვეთყვით. სამწუხაროა, რა თქმა უნდა, რომ ამით შესრულება გვიწევს. რატომ უნდა ვნანობდე? ეს ნიღბები მაგარია. მინდოდა მაყურებელს ჩემი სახე ეცნო. მაშინ ამელკა და ჯინის ყველაფერს გაიგებენ. ვიცი, შეგვიძლია ყველაფერი უთხრათ მათ. არავითარ შემთხვევაში, ამელკა ისევ პირველ ადგილზე იქნება, ამას არ დავუშვებ. ო, მესიჯი მოვიდა. ტექსტი გამოაგზავნეს. უნდა ვისწავლოთ. ვაუ, საინტერესოა. მართა და ლეო დღეს მთელი დღეა ერთად იყვნენ. შენ შეამშლია ეს? რა მოხდება თუ ისინი ერთმანეთს ხვდებიან? არა, მოიცა. ლეო მითხრა, რომ მართა საერთოდ არ მოსწონს. დამიჯერე, როდესაც ბიჭები ამას ამბობენ, ყველაფერი პირიქით გამოდის. ყოველ შემთხვევაში არ მაინტერესებს, რაც უნდათ ისქნან. ამელკა, აღიარა რომ ეს გაღიზიანებს. და აი, გინდა ერთად კინოში წავიდეთ? ახლა არა. და კაფეში, სინამდვილეში მე და ლეოს სხვა გეგმები გვაქვს. შემიძლია შემოგიერთდეთ? წუხვარ ამელკა, მაგრამ ეს არ გამოვა. მოიცა, რა გეგმები გაქვს? ჯინი, გაჩუმდი, შესაქმეს მიხედე. წავიდეთ, დავაგვიანეთ. ხედავ, გითხარი, ისინი ნამდვილად ხვდებიან ერთმანეთს. თუ ისინი სადმე ერთად წავიდნენ, ეს არაფერს ნიშნავს. კი, ამელკა, შეგიძლია თავი დაიმშვიდო, მაგრამ მე ყველაფერი გავიგე უკვე. თუ ისინი ხვდებიან ერთმანეთს, შეეძლოთ ჩვენთვის ერთგვარ მეგობრები ვართ. კარგი, თუ გინდა, შეგიძლია მათ გაყვე. თითქოს სხვა არაფერი მაქვს საქმე. მოიცა, მოდი საქმეს შევუდგეთ. უბრალოდ შეხედე ამ გიტარას. ეს უბრალოდ ხელოვნების ნიმუშია. ძალიან მაგარია. ჩვეულებრივი გიტარაა. შენ არაფერი გესმის. ჩემი ხმა მალე ყველა დინამიკიდან გაისმება. და რატომ მხოლოდ შენი? ჩემიც. არა, შენი დანიშნულება გიტარაზე დაკვრაა. ეს შენი გადასაწყვეტი არ არის. ხმა ჩახლეჩილი ლოსივით მღერი. კარგი, მაგრამ გიტარაზე უკრავ. ლეო, გაჩუმდი, ახლა ყველას გააღვიძებ. მე ჩუმად ვუკრავ. შენ გეჩვენება ასე. მოიცა, რა ხდება აქ? ვიღაც მოდის, მინდი დამალე. რა მუსიკა ისმოდა აქედან? ეს ჩვენ არ ვიყავით. ალბათ ქუჩაში მანქანამ გაიარა. ოხ, ეს ხულიგდები. კარგი. ჯერ რატომ არ გძინავთ? ჩვენ და ჩვენ უბრალოდ აქ ვხედავთ და ვსაუბრობთ. კი, უბრალოდ შედვართ და ვლაპარაკობ. ყველაფერი გასაგებია, ასე რომ ჯინი მართალი იყრაზე? არა უშავს, არაფერზე, არა უშავს. წავალ, დავიძინებ. კარგი, ხვალ ბევრი საქმე მაქვს. ეს შეყვარებულები გამაღიზიანებლები არიან. როგორც ჩანს რაღაცას მიხვდა. ასე ფიქრობ? ამელკა სულელი არ არის, ადრე თუ გვიანი მიხვდება. მოგვიანებით იყოს, როცა მე და შენ ვარსკვლავები ვიქნებით. კარგი, წავიდეთ დასაძინებლად. ხვალ რეპეტიცია უნდა გავიაროთ. შემდეგ კი ისევ სტუდიაში წავიდეთ. ჩვენი ახალი სიმღერა ხვალ გამოვა. ისევ ნერვიულობ, რომ ვერ ვიძინებ. კარგი, და ისეთი დაღლილი ვარ, რომ აქვე გონებას დავკარგავ. კარგი, ლეო, გამემშვიდობისა. ამელკა, მთელი დღეა უხასიათოდ დადიხარ. რამე მოხდა? არაფერი. თავი მტკივა. გინდა წამალი მოგცე? არავის საჭირო. მადლობა. რას უყურებ? კლასელმა გამომიგზავნა. ქალაქში ახალი ბენდი გვყავს. წარმოგიდგენია? ვაუ, მაჩვენე მეც.
ვაუ, მაგარია. რა ქვია? მგონი საიდუმლო ოთახი. საიდუმლო ოთახი ძალიან უცნაურია. რატო? გუშინ ლეომ კითხა, რას დავარქმევდი ჩემს ჯგუფს და მეც ეს სახელი ვუთხარი. ეს უბრალოდ დამთხოვაა. კი, ალბათ. პრეზენტაციის რეპეტიციის დროა. სად არიან მართა და ლეო? ისინი კაბინეტში არიან ჩაკეტილები და მთელი დღეა იქციან. სიყვარულის გამო პრეზენტაციას კი დაავიწყდათ. რა? ამელკა, ეჭვიანო? არა, უბრალოდ არ მომწონს რომ ყველაფერს ჩვენი თუ აკეთებთ. იცი? მაინტერესებს, რას აკეთებენი? არ ვიცი და არც მინდა ვიცოდე. მოდი მოусმინოთ. არა, თავის დამცირებას არ ვაპირებ. ამელკა, მოიცა? არ გაინტერესებს? უკვე გითხარი, არ მაინტერესებს. სულ ერთია. კარგი, როგორც გინდა. ჩვენი პროექტი არ შემინახია. რა მოხდება თუ მუსია გააფუჭებს? ძალიან საინტერესოა. რაზე ლაპარაკობენ? ლეო, ჩვენ ასეთი იდეალური დუეტი გვაქვს. ეს ნამდვილად ასეა. კარგია რომ მხოლოდ ჩვენ ორნი ვართ. ახლა მე და შენ ყველაფერს ერთად გავაკეთებთ. ოხ, ეს მართა და ლეო. კარგია რომ მუსიას პროექტამდე მისთვის დრო არ ქონდა. ყველაფერი ხელუხლებელია. დიახ. კარგი. როგორც იქნა გამოხვედით თქვენი ორმოდან. დიდხანს არ დავრჩებით. ამელკა, მინდა გკითხო, რა ეწერა იმ წერილში? რომელ წერილში? წერილი, რომელიც მართას და ლეოს უნდა მოეცათ ჩვენთვის, კურიერმა თქვა, რომ ძალიან სასწრაფო იყო. არანაირი წერილი არ მინახია. კარგი. ეს არის ჩვენ სულიად დაგვავიწყდა ის. კი. ახლა უფრო მნიშვნელოვანი საქმეები გაქვთ გასაკეთებელი. არა? სად არის? ეს წერილი. შენს წერილს ახლა ვერ ვიპოვით. კარგი. სინდისი საერთოდ არ აქვთ. უბრალოდ ვთხოვე, წერილი მიეცათ. მათ ამის უნარის კი არ აქვთ. რა აზრი აქვს მათზე გაბრაზებას? შეყვარებულები ერთმანეთის გარდა ვერაფერს ვერ ხედავენ. მართალი ხარ? მოიცა, მაგრამ წერილი უნდა იპოვონ. სულ ესაა, თითქმის გამოგვიჭირეს. ახლა ამელკა ყველაფერს გაიგებს და ჩვენი საქმე ცუდად იქნება. დამშვიდი, ფიქრში ხელს მიშლი. ო, კარგი. ვერაფერს მოიფიქრებ. ჩვენ ახლა ჩიხში ვართ. ჩათვალე რომ უკვე galojverit. როგორ დაგვეხმარება ეს შენი ნახატი? წავიდეთ. მე ვილაპარაკებ და შენ პირი დახურე. გასაგებია? გასაგებია. ამელკა, მე მგონია რომ წერილს რაღაც უკნეს. რა შეეძლოთ გაეკეთებინათ? გახსნეს, დაწვეს, შეჭამეს. ლეოსგან ყველაფერი არის მოსალოდნელი. წერილი ვიპოვეთ. მაგრამ მეჩვენება, რომ ეს სხვა წერილია. ეს უბრალოდ ეს იგივე წერილია. უბრალოდ რაღაცაში გინდა რომ დაგვადანაშაულო. კონვერტი განსხვავებული იყო. შენ მოგეჩვენა? მოიცა, მახსოვს რომ პოლიცია გამოვიძახოთ? სხვისი წერილების მოპარვას მომბრალებ? ეს წერილი ფანისგანაა. მან მეც კი დამხატა. მგავს. ერთი სახეა. ის წერს, რომ ჩვენი ვიდეოები მოსწონს და ყველას მოკითხვას უგზავნის, რადგან ყველაფერი მოგვარებულია. მე და ლეო წავალთ. სად? შენი საქმე არ არის. რაც შეეხება პრეზენტაციას? ოჰო, პრეზენტაციისთვის მომზადება არ მჭირდება. მონიტორიდან წავიკითხავ. სულ ესაა. წავიდეთ. მაგრამ გაუშვი. აიმანი აქვთ ალბათ. ნუ ღელავ ამელკა. ლეო, შენი ღირსი საერთოდ არ არის. ამათქო არა. ჯანდაბა, უბრალოდ შოკში ვარ. გაიგონე? გონი ამელკა ფიქრობს რომ ერთმანეთს ხვდებით. ეს შესანიშნავია. შესანიშნავია? გაგიჟდი? კი, ახლა შესანიშნავი მიზეზი გაქვს კონცერტებზე წასასვლელად. ჯანდაბა, ამელკას პაემანზე დაპატიჟება მინდოდა. ახლა ის ჩემთან ერთად აღარასდროს აღარ წამოვა. კარგი, დამშვიდი. მალე იმდენი გულშემატკივარი გეხოლება, რომ ამელკას სწრაფად დაივიწყებ. კარგი რა, ამელკა. მოიცა, მარტო დამტოვე. არა, ამელკა. კარგი რა, ლეოს გამო ვერ გაბრაზდები. მესმის, მაგრამ არ შემიძლია. მორჩი, ამელკა, დამიჯერე. დაისვენე, ბოულინგზე წავიდეთ. მეგობრებმა დამირეკეს.
ბოულინგი, პროექტზე რა სიტყვი, პროექტი დაივიწყე. ახლა გართობა გჭირდება. წავიდეთ და თუ რამეა, ყველაფერს სამსაყვარელ წყვილს დავაბრალებთ. მართალი ხარ, წავიდეთ. მეგონა პროექტს აკაკეთებდნენ, მაგრამ სადღაც გაიქცნენ. ამელკას თორებს უყურებდი და ის და ჯინი ბოულინგს თამაშობდნენ. სანამ ისინი ბოულინგს თამაშობენ, ჩვენ ვარჯიშისთვის დრო გვაქვს. ხასიათზე არ ვარ. ამელკას გამოა? რა მგრძნობი არი ხარ? ამელკა ახლა ლა. არ მოვისმენ შენს წუწუნს. აირე გიტარა და დაუკარი. კარგი. მადლობა ჯინი, ძალიან გავერთეთ. ლეოზე აღარ ფიქრობ? ჯერ კიდევ ვფიქრობ, ვერ მშვიდდები მაშინვე. მარტივი არაა. ჰეი, მოიცადე. ამელკა, ეს ის ჯგუფია, საიდუმლო ოთახი. დღეს კლიპი გაჩვენე. კი, ნამდვილად ისინი არიან. და რას აკეთებენ ისინი ჩვენს სახლში? ისინი დიდად საიდუმლოს არ ვალავენ. ლეო და მართა არიან. კარგი. ანუ საკუთარი ჯგუფი შექმნეს? რატომ არ გვითხრეს? ეს ბევრ რამეს ხსნის. მოდი, მათგან ყველა ინფორმაცია მივიღოთ. ჯინი. ნოისადე ერთი წუთი. ჯინი, რას აკეთებ იქ? აი ისიც. წერილი, რომელიც შენთვის მოიტანეს. კონვერტი მაშინვე ვიცანი. რა სიტყვი იმ წერილზე, რომელიც მართამ მომცა? კარგი. მან ალბათ შეცვალა იგი, ასე რომ მართამ მომატყუა. მაგრამ რატომ? მოდი წავიკითხოთ ეს წერილი და გავარკვიოთ. კარგი. აი, წაიკითხე. ზვირფასო ამელკა კარამელკას ახის მსახიობებო, გაუცებულები ვართ თქვენი ნიჭით და გეპატიჟებით გახდეთ ჩვენი პროექტის ვარსკვლავები. გსურს შევქმნათ მუსიკალური ჯგუფი. ყველა მონაწილე აშვედებს თავის უნარებს, ველოდებით თქვენ პასუხს. ვერაფერი გავიგე, მაგრამ მე ყველაფერი იდეალურად მესმის. წერილი გადააგდეს, რომ ვერ შეგვემჩნია. ნუ თუ მათ ჩვენს გარეშე უნდათ, რომ ვარსკვლავები გამხდარიყვნენ? სწორია, დამალეს რომ რეპეტიციებზე დადიოდნენ. პარაზიტები. ამელკა, შენც ასე მოიქეცი? კი, მაგრამ კონტრაქტი მქონდა და ვერ გეტყოდით და ესენი ყველაფერს შეგნებულად გვიმარალდნენ. რათა ვხედები არიან? წამოდი ამელკა, ახლა ვერაღაცას მოვაწყოთ მათთვის. მოიცადე ჯინი, ჩვენ მათ არაფერს ვეტყვით. ამას უბრალოდ შევეგუებით? ისინი ნამდვილი ეგოისტები ვით იქცეოდნენ. დამიჯერე ჯინი, ისინი ასე ადვილად არ გადარჩებიან. მე მათ ასე უნებლად არ დავტოვებ. კარგი ამბავია, მაგარ ღონისძიებაზე სიმღერისთვის მიგვიწვიეს. ჰეი, მეღადავები ხო? ერთი წუთით შეისვენე, ნელ-ნელა, სულელი ხდები. ღონისძიება, რა არის შემდეგი? ვიღაც მაგარმა ბლოგერმა თავის წვეულებაზე სამღერად დაგპატიჟა. მაგარია, რომელი ბლოგერია? ეს საიდუმლოა, მას ბევრი გამომწერი ყავს და დიდ ფულს გადაგვიხდის. კარგი, თუ თავისი ბლოგისთვის გადაგვიღებს, კიდევ უფრო პოპულარულები გავხდებით. ჩვენ რეპეტიცია გვჭირდება და არა კონსოლის მაგიდასთან ჯდომა. სხვათა შორის საცხოვრობს ეს ბლოგერი? მანქანით წაგვიყვანენ, რომ გზა არ დავინახოთ. მართა, მეჩვენება რომ ეს საეჭო იდეაა. მაგრამ შეხედე, რამდენს გადაგვიხდიან ამის. ამ ხელა ფულისთვის ანტარქტიდაზეც კი წავალ. კი. მოკლედ, ვაპირებ ჰიპერტურბოს სათამაშო კომპიუტერის ყიდვას. მინდა ამ ბლოგერის გაცნობა. გონი ანკეტს წამოეგნენ. ამელკა, შესანიშნავი იდეა მოგივიდა. ცოტას გავერთობით. მინდა ამ ბლოგერის გაცნობა. გახსოვდეს, ჩვენ ნიღაბს ავიხსნით. რატომ? ეს კერძო წვეულებაა. რა მოხდება თუ ვინმე გადაგვიღებს სურათს და ამელკა დახავს? კარგი, უკვე ვნანოქ რომ ეს გავაკეთეთ. ახლა გამუდმებით ვატყუებთ ამელკას. საკუთარ თავზე იფიქრე და არა ამელკაზე. კარგი, წავიდეთ. არა. ჯანდაბა, ანუ ჩვენი ჯგუფის სიმღერები ამელკამ შეუყვეთა? წავიდეთ აქედან, სანამ გვიანი არ არის. და აი ჩვენი მუსიკოსებიც, გეოდებოდით. შემოდით, მივიქნებით მორცხვი.
კარგი, ჯინი, გართობა იწყება. კარგი. ძულს როცა მანდხუებენ. შეიძლება თქვენ თემეთად სურათის გადაღება? მე ამელკა მქვია, თქვენზე რა სიტყვით? საიდუმლოა? კარგი, მესმის თქვენი. კარგი, მეგობრებო, ჩვენი მეგობრები მართა და ლეო მალე მოვლენ და შეგვიძლია კონცერტი დავისხოთ. წარმოიდგინეთ, ჩვენი მეგობრები შეყვალებულები გახდნენ და ჩვენ გვინდა მიულოცოთ მათ. დიახ, ჩვენ მათ გამო ბედნიერები ვართ. ჯინი, კარადიდან ყვავილები უნდა ამოვიღოთ. დამეხმარები? საქმე ცუდადაა. შეგვიძლია გაქცევო სანამ გვიანი არ არის? დრო არ გვექნება. აბა რა ვქნათ? უნდა ვაღიაროთ? ჩვენ ჩავატარებთ კონცერტს და ვიმედოვნებთ რომ ვერ მიხვდებიან. კარგი. ახლა მაქსიმუმზე ვაპირებ გათბობის ჩართვას. ნახოთ როგორ მოეწონებათ. იქნებ უკვე მიხვდნენ რომ ჩვენ ყველაფერი ვიცით? რაღაც მეეჭვება. აქ ცხელა. ვიღაცამ გათბობა მაქსიმუმზე დააყენა. ვაიმე, რა სიცხეა? ალბათ ნიგვებში ცხელა. კარგი. შეგეძლიათ მოიხსნათ, არავის არ ვეტყვით. ჯინი, ისინი სახეებს მალავენ, ნუ შეაწუხებ. მოდით, სასმელები დავასხათ. კარგი. აღარ შემიძლია. მოიცა, მოთმინება იქონიე. ჩვენ მაგარ შარში ვართ. რაღაც უნდა მოვიფიქროთ. სწრაფად დაფიქრდი, თორემ მალე შევიწვევი. კარგი. ძალიან გწურიათ? თუ დალევა არ გინდათ, მაშინ კარგი, შეგვიძლია წარმოდგენისთვის თავკე ოთახში მოვემზადოთ? რა თქმა უნდა, შეგიძლიათ იქ წასვლა. ამ ნიღბებით სუნთქვა შეუძლებელია. ფანჯრიდან გავიქცეთ. სულ ესაა, მზად ვარ, ყველაფერი გავაკეთო რომ გავიდე. შეგიძლიათ გითხრათ, რომ გარეთ გასვლად გჭირდებათ და ჩვენ გაჩვენებთ, სად არის კარები. სულ ხარ რომ ლოდინი გიწევთ. უბრალოდ ჩვენი მეგობრები ძალიან იგვიანებენ. კარგი. ახლა მე მართას დავურეკავ და მე ლეოს დავურეკავ. აღარ შემიძლია ამის გაკეთება. როგორ გაიგეთ? წერილი ან უნდა დაგეწვათ, ან დაგეხიათ. ბოდიში ამელკა. არ მეგონა თუ ამას იზამდით. ამელკა, ჯგუფში რომ ყოფილიყავი, ყველას ყურადღებას გადაიტანდი და ვინ გითხრა რომ ჯგუფში სიმღერა მომინდებოდა? მაინც უარს ვიტყოდი. მოიცა, მეც სცენაზე გამოსვლა არ მინდა. გამოდის რომ ყველაფერი ტყუილად დავმალე? ასე გამოდის. კარგი, არც ერთ ჯგუფში დაკვირა აღარ მინდა. ლეო, ჯგუფიდან წასვლა არ შეგიძლია. შემიძლია და მივდივარ. ეს ძალიან რთულია. ვინმეს ხომ არ უნდა ჩემთან ერთად ჯგუფში დაკვრა? შეიძლება მაყურებლებს უნდოდეთ. მაშინ კომენტარებში დაწერეთ. საინტერესო იქნება წაკითხვა. და არ დაგავიწყდეთ დალაიქება და არხის გამოწერა. წინ ბევრი საინტერესო რამე გელოდებათ. ნახვამდის ნახვამდის ყველას! ყველას!